ახლოს მივიდა დღეს საქართველოს ამ ზღვართან. მოგესალმებით ბატონ შალვა. როგორც დავანონსეთ ჩვენ ანონიმებს გისურვებთ. როგორც დავანონსეთ ჩვენ სხვა თემებზეც გქნება საუბარი, მათ შორის გვაინტერესებს რუბიო კობახიძის საუბრის თქვენეული კომენტარი, აუცილებლად კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის გარდაცვალებას მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, სამძიმართან ერთად თქვენი მოსაზრებები გამოთქვათ ზოგადად საპატრიარქოში სინოდის მიერ მისაღებ გადაწყვეტილების მნიშვნელობასთან დაკავშირებითაც, მაგრამ დავიწყოთ აი ამ სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი თემით. ერთბაშად საშუალოდ სადღაც 26-დან 30.3%-მდე ძვირდება. მე მხოლოდ 5 თეთრს იმიტომ არ ვიძახი, რომ საწარმოებისთვის მაგალითად 6 თეთრამდე გამოდის 4-დან 6 თეთრამდე. რაც ისევ ჩვეულებრივი ადამიანის გადასახდელი არის. აი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რა შედეგებს მოუტანს მოსახლეობას? დიდი მადლობა მოწვევის და ტრადიციულად ძალიან აქტუალური შეკითხვებისათვის. ეს ყველაფერი პირდაპირ ვთქვათ, გამოიწვია ჩვენი ხალხის უარმა მხარი დაეჭირა თავის ინტერესების დამცველი პარტიისათვის, რომელიც თავგადაკლული იბრძოდა იმისათვის, რომ მსხვილ ოლიგარქიას არ ჩავარდნოდა ხელში ქვეყანა და ფაბრიკა ქარხნებიდან შემოსული ანარიცხების ნაცვლად ბიუჯეტის შევსება არ დაეწყო გაათმაგებული დენის, გაზის და ინტერნეტის გადასახადით და ჯარიმების ამოკრებით. რასაც აკეთებენ? ჩვენ წლებია ვიბრძოდით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დამყარებულიყო სოციალური სამართლიანობა, ანუ როგორც მოდაში ევროპული სოციალიზმი, ჩვენ დავამატებდით ეროვნულ სოციალიზმს, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნებოდა სამართლიანად დაცული, გაკონტროლებული სახელმწიფოს მიერ მსხვილი ბიზნესი, ხოლო მთავარი დარგები ეკონომიკისა, როგორიც არის ელექტროენერგეტიკა, დაბრუნდებოდა სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობაში და გამოეცნებოდა ხელიდან მილიარდიანი შემოსავალი სხვადასხვა კატეგორიის ბანდებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან ამ სფეროში არიან ჩაბუდებული. ამათ რა გააკეთეს? მას შემდეგ რაც საზოგადოება ჯერ ატროყდა, შეიძლება ითქვას, აცანცარ და ვარდების რევოლუციაზე, ივანიშვილისგან დაფინანსებულ რევოლუციაზე. ფაქტურად ეს იყო როკვა სატანასთან, რაც იქ მოხდა. მაშინ მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში და დაუჯდა იმდროინდელ პრეზიდენტს, მაშინ მოსულ პრეზიდენტს, ახლა პოლიტპატიმარს უდაოდ, რომლის თავისუფლებას ვითხოვთ, დაუჯდა ეკონომიკურ მრჩევლად, თვითონვე განაცხადა შემდეგ, რომ მე ვასწავლე მიშას ბიუჯეტის შევსებაო. ის კი არ ასწავლა, რომ მოდი, აბა, აღვადგინოთ ფოთვის გემშენებელი ქარხანა, აღვადგინოთ ქუთაისის საავტომობილო ქარხანა, აღვადგინოთ თბილისის საავიაციო საწარმო გაერთიანება, აღვადგინოთ ყველა რაიონში ადგილობრივი საკონსერვო და მსუბუქი მრეწველობის წარმოებები. აღვადგინოთ სოფლის მეურნეობა ღირსეულად ფეხზე დავაყენოთ. ეს კი არ ასწავლა. ასწავლა, რომ მოდი, 3 თეთრიანი ელექტროენერგია გავხადოთ 10 თეთრით 15, 20, 30, ახლა უკვე 35. აი ეს ასწავლეს ერთმანეთს. აი ამ სწავლის შედეგებს ჩვენ ხედავთ. პლუს ამას აიღეს ბატონო გიორგი ბარემ დავამთავრებ ამ მონაკვეთს და ელექტროენერგეტიკა, ანუ ერთი მთლიანი მოვლენა დაშალეს 3 ნაწილად. და დაარქვეს ერთს გენერაცია, მეორეს მიწოდება და მესამეს განაწილება. და ამ სამივე სეგმენტში ჩაჯდა სხვადასხვა ჯურის და კატეგორიის მაფიოზები. ეს იგივეა, რომ ახლა ადამიანს 3 პასპორტი გამოუწერო, ერთი ფეხებზე, მეორე შუალედზე და მესამე ყელიდან თავამდე. აი ესე გააკეთეს ეს ყველაფერი და ამიტომ მიდის ახლა იქ შავი ფულის გათეთრება, მიდის ხალხის გაძარცვის პროცესი და ყველაფერი ამის გამო ლეიბორისტულმა პარტიამ, თქვენ ახლა არ გალატობთ დაგეგმვის და ანალიტიკის და ინტუიციის უნდა არასოდეს და სწორად გათვალეთ. სწორედ ლეიბორისტული პარტიის ისტორიული სარჩელი იყო 2002 წლის 30 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე ვერდიქტად გამოცხადებული, რომ დენის ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს თბილისში 11 თეთრს, რეგიონებში 7 თეთრს. ეს არის გადაწყვეტილება იმ სასამართლოსი, რომლის გამოცემულ აქტებს კანონზე ზემდგომი ძალა აქვს და მის დარღვევას მოჰყვება ციხით პასუხისმგებლობა. აი საპარლამენტო კომისიაზე არ გამოცხადენო, არალეგიტიმური საპარლამენტო კომისია როგორ შეიძლება იყოს უფლებამოსილი ვინმე დაიჭიროს და ვინმე გამოიძახოს. დაიჭირეს პოლიტიკური ლიდერები, ხო? ეს არის კანონი პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუსრულებლობა პატიმრობას იწვევს საქართველოშიც და ყველა ქვეყანაშიც. მაგრამ რა გინდა? როგორც კი
გავაიაფეთ ეს ტარიფი 3 წელი ამგვარად ვიხდიდით და ზოგიერთი ბოროტი არსება რომლებიც დღესაც დარჩენ სამწუხაროდ საზოგადოებაში მაშინ გვეუბნებოდა რომ აბა სად შეამცირეთო ტარიფიო როგორ შეამცირეთო გვატყუებთო და ჩემზე გადაობდნენ ასე რომ თქვა ტარიფაშვილიო ნათელაშვილი კი რა ტარიფაშვილი რა სულ ტარიფებზე ვიბძოდით და ძალიანაც ვამოყოფთ რომ ეს კურსი ქონდა არჩეული დაფუძნების დღიდან. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია დავაზარალეთ ამ სარჩელით. ალბათ ბევრგან არ მithქვას და ბარემ გეტყვით მოკლე ისტორიას, ჯერ ამერიკის მაშინდელი ელჩი, ჩემი მეგობარი, დიკ მაილზი მოვიდა ამ სარჩელის განხილვამდე და მითხრა, რომ გაგვიწეო ანგარიშო, მე ეს კომპანია ჩვენ მოგვაწვევაო, რომ ვერ დავიცავით. ამერიკული კომპანია იყო აქ. იმ დროს თელასი ამერიკული იყო, ხო? მათ ააწყვეს გამართეს ქსელები, თანამედროვე ძალიან დიდი თანხები ჩადეს, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ეს გათვლილი ჰქონდათ გარკვეულ პროცენტზე, მე სასამართლომ ეს რა თქმა უნდა დაწია დაბლა და წინასწარ გძნობდნენ ისინი რომ ჩვენ მოვიგვერდით სარჩელს და თხოვა გამომეტანა სარჩელი სასამართლოდან. რაზედაც უარი უთხარი, მე უთხარი ახლა მე რომ ეხებოდეს გამოვიტანდი ამერიკის სიყვარული და ხათრით, მაგრამ ხალხს ვერ უღალატებ. ისე კი ჩაილაპარაკა რომ ხალხის იმედზე ყოფნა ქუჩაზე დგომას ნიშნავს, რომ ისეთი ჭკვიანი კაცია და ძალიან მახვალსიტყვიანი. მე ლიმპასკო ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დახვეწილი ინტელიგენტესი დიპლომატი მე ელჩი იყო ამერიკის ინდონეზიაში ის მოვიდა და მითხრა რომ პრობლემები შეგვიქმნიან ეს კომპანიო მე კონგრესში სენატში მივარო ვერ დავიცავითო და რაღაცა მოვიფიქროთ მე ვუთხარი ვერაფერს ვერ მოვიფიქრებთ დენის ტარიფი უნდა ერთხელ და სამუდამოდ შეჩერდეს ჩამოარდეს დაბლა და დენი არ უნდა გახდეს ფუფუნების საგანი რომელიც არის წყარო ენერგეტიკული ჩვენი არსებობისა ანუ არ დავიხიეთ უკან და ამ უკან არ დახევამ გამოიწვია ეს რომ ვარდების რევოლუცია მოყარახჭინდა მათ შორის ვაშინგტონის მხარდაჭერით. ანუ ჩვენ ფაქტურად პოლიტიკური ძალაუფლება დავკარგეთ იმისათვის, რომ ტარიფები დაწევა. რომ ტარიფები დაწეულიყო. და ამას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დააფურთხა ზედ. და ამ დაფურთხების შედეგს ვიმკით ახლა. ჯერ ის რაცმოძრაობას გადაყევით. მერე ივანიშვილი მოათრიეთ. მერე ჩვენ გავხდით თქვენი სალანძღავი, დასაცინი, ტალაფის სასხმელი და ახლა აი ზევიდან არის ყველაფერი. ადამიანსაც პერსონალურად ზევიდან უხდის ღმერთი ყველაფერს ერთსაც და საზოგადოებას ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ამას ვამბობ იმად, რომ თუ ეხლა მაინც ვერ გამოასწორებთ თქვენს სოდვებს და აი ამ არჩევნებში ვერ დაინახავთ ვინ არის პარტია თქვენი და ვინ არის თქვენი პარაზიტი ამას ახლა თუ ვერ დაინახავთ, მომავალმა თაობებმა მაინც ისწავლონ ავის და კარგის გარჩევა, თეთრის და შავის გარჩევა. ეს ყველაფერი არის საზოგადოების ქმედების შედეგი, ვინც მხარს არ გვიჭერდა და ვინც აი ასეთ კატასტროფისაკენ გაიმართა ქვეყანა მათ შორის სოციალური წკედა. ეს კიდე ყველაფერი არ არის. მარტო დენი კი არ დაძვირდება. არამედ დაძვირდება 1 ივნისიდან გაზი და მაისში ტარიფები იმაზე ინტერნეტზე. ამ დროს ჩვენგან მიწოდებული ინტერნეტით სარგებლობს მთელი კავკასია და შუა აზია. იქ არის იაფი, ორჯერ ნაკლებად იაფი ინტერნეტი და აქ ეს ინტერნეტ მაფიოზა მილიარდერები ბოლომდე აწვევიან ხალხს, რომ ბოლო კაბიკი ამოუღონ ადამიანებს და მოწყვიტონ აი საინფორმაციო სივრცეს. ანუ ეს არის გლობალური შეტევა ხალხის უფლებებზე და ინტერესებზე იმისათვის, რომ აქ ადამიანები აღარ დარჩენან, თუ დარჩებიან, იფიქრონ მხოლოდ არსებობაზე, რითი არსებობ. რეჟიმის წინამდე ბრძოლისთვის არ ეცხადოთ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ და ვერ ეგრისებიან, იმიტომ რომ აგერ ხალხმა აჩვენა თავისი დაუცხრომლობა, წლებია ამდენი წინამდებობის მოძრაობა არ ახსოვს 21 საუკუნის პოლიტიკურ ისტორიას. და გარდა ამისა, შექმნეს ფასების შემსწავლელი კომისია, მილიარდერები დასხდნენ იქა, რომლებიც მარტო საცალო ვაჭრობის დროს მაღაზიებში $900,000 დაუხარჯავს იმ ბერეკაშვილს, მოსკოვმა რო გამოაგზავნა თავისი აგენტი აქ და ჩაუსვა სიაში ქართულ ოცნებას და ეხლა ის არის კომისია და ის გვიმყარებს სოციალურ თანასწორობას და ის ქალბატონი წილოსანი რომელსაც მოუჭრია კუდიგორის მთა სადაც ბღაჭიაშვილი ყაჭაღობდა ეგ როცოდოდა ბღაჭიაშვილს ალბათ არ მოკვდება იცოცხლებდა რომ მათ გასწორებოდა მე ის მთა მოუჭრია და იქ აშენებს რესტორანს თუ სასტუმროს და ესენი აბყარებენ ეხლა სოციალურ სამართლიანობას და რაც დაიწყეს ეს პროცესი გაიაფებისა 30%-ით გაძვირდა ზეთი, ბრინჯი, კარაქი და საშინელებას ელოდებიან ხორცზე და როგორც მოგეხსენებათ იაპონიაში $100 მგონი კილოგრამი ხორცი, იმიტომ რომ იქ საქონელი არ ყავდა თევზის ქვეყანა. იაპონიას გავუსწრებთ, მალე ისე დაძვირდება, გასამაგდება ხორცის ფასი, რადგან რუსეთში გაწყვიტეს მასობრივად ეს საქონელი, ჩვენი ცხვარი და სულფეხა თუ წულფეხა
ცხოველები არაბებს მიყიდეს, არაბეთში გადიოდა განსაკუთრებით აი ჰალალს რო ეძახიან, ეგენი ხო მაგათ რელიგიური საკვებია, ყველაფერი გაცალეს სოფლის მეურნეობა და ესე დახტოვეს. ამდენად სახეზია ოლიგარქიის ბატონობა და დიქტატი, ერთი დეტალი მინდა რომ დავამთავრო და ქვეყანას დაამთავრებენ. ბატონ შელბა, ერთი რადგან ენერგეტიკა შევეხეთ, ის რომ საქართველოში შესაძლებელი იყო წლების განმავლობაში ადგილობრივი ენერგოგენერაციის ჯერ კიდევ ჩვენი წინა თაობებისა და წინაპრების მიერ აშენებული უზარმაზარი რესურსების ექსპლუატაცია დავარქოთ და დიდი ჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიით ბალანსირება გარკვეულწილად. ნუ ეს დრო ნელ-ნელა ბარდება ისტორიის იმ გაგებით, რომ მოთხოვნაც იზრდება, ბევრი სხვა ხარჯები იზრდება და მუდმივად ერთი ტარიფი ვერ დარჩებოდა, მაგრამ ზუსტად ამაზე უნდა ეზრუნა ხელისუფლებას, რომ ახალი ობიექტები შემომატებოდა ამ ქსელს. ჩვენ ვიცით ამ მიმართულებით რამდენად უპასუხისმგებლოდ მოიქცა საქართველოს ხელისუფლება მთლიან ბოლო წლების განმავლობაში და უბრალოდ მაყურებელს რო შევახსენოთ 450 მილიონი მარტო ერთი ინვესტორი აქედან გაგდებული ფაქტობრივად ინვესტორისთვის გვაქვს გადასახდელი ერთი საარბიტრაჟო დავის პასია რაც ამაში იდება მაგრამ ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს შეგიძლიათ ეს ნაწილი ცალკე დააკომენტაროთ მაგრამ აი თქვენ როგორც პარტიის ხელმძღვანელი რას ემხრობით ანუ ქვეყანაში ენერგოგენერაციის მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმას თქვენს ხელთ რო იყოს ახლა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აი მაგალითად ხუდონი გაჩენერებული არის რამდენიმე დიდი ჰესის პროექტი რომელთა მიმართებაშიც აი ესეთი სტატუს კო არის შეჩერებულია ყველაფერი ხო არა და ამ ქვეყანაში თუ კი რამის რესურსი გვაქვს ეგ არის ეხლა ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი არც იაფი გაზი რომ თუ ელექტროსადგურები ამაზე ვამუშაოთ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის არც ალბათ სურვილია და არც პოტენციალი თუმცა ეს საინტერესო იქნებოდა რა არის თქვენი ხედვა მოკლედ რო გითხრათ ენერგეტიკის განვითარების კუთხით დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და ტარიფს ხომ მარტო საკონსტიტუციო სასამართლოდ ვერ შეინარჩუნებ, ანუ ელექტროენერგია უნდა გამომუშავდეს. საქმე იმაშია, ბატონო გიორგი, რომ აი ნებისმიერი გაძვირება 2002 წლის 30 დეკემბრის შემდეგ მას შემდგომ რაც სასამართლომ ჩვენი სარჩელით აკრძალა 11 თეთრზე მეტი ელექტროენერგია ქვეყანაში, ყველა გადაწყვეტილება სემეკის არის დანაშაული. ანუ იმ სასამართლოს ვერდიქტის დარღვევა და დამერწმუნდეთ მე რომ როგორც კი ამათ გავყრით კინცისკვრით, ყველა სემეკის თავმჯდომარე დაჯდება ციხეში საფრთხებოს ხამზე საკონსტიტუციო ვერდიქტის დარღვევისათვის. ამას თქვენ ნახავთ და საზოგადოებას დარწმუნდება. ეს არის სამართლებრივი მხარე. ახლა მოდით დანაშაული. ახლა მოდით ეკონომიკური და ენერგეტიკული კუთხით ახსნათ ეს, იმიტომ რომ შეიძლება სადღაც დაფიქსირდეს რაღაც ციფრი, მაგრამ სისტემა ვერ მიყვეს ამას და მთლიან ჩამოშალოს უბრალოდ დენი აღარ იყოს. მოგაცენეთ. პირველი ხელისუფლებამ ძალიან კარგად იზრუნა ენერგეტიკის განვითარებისათვის, ოღონდ სათავისოდ, როგორც ყველა სხვა სფეროში. ეს იქიდანაც შანს რომ 2012 წლიდან როგორც კი ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში გლდანში გაიხსნა მაინინგების ქარხანა აი ბიტკოინების ქარხანა ბიძინა ივანიშვილის რომელიც მოიხმარს იმდენ ელექტროენერგიას რაც ნახევარ საქართველოს სჭირდება და იცით რამდენია იქ ტარიფი აი ეს ჩემი მიღწეული 11 თეთრი რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, ის მოეწონა ივანიშვილის თავისთვის და დაიტოვა 11 თეთრი, ხოლო დანარჩენ ასეულობით მილიონ გადასახადს ჩვენ გვახდევინებს აი ამ დენის გაძვირებით. აი ეს არის ელემენტარული. როგორც კი დამთავრდება მაინინგებზე და ივანიშვილის კომპიუტერულ კრიმინალურ ცენტრებზე აი ესეთი შეღავათები ენერგეტიკიდან. უცბად 2-3 ოდენობა მოემატება ქვეყნის ენერგეტიკას. კრიმინალების პარპაში რო დამთავრდება, რომელიც არ იხდიან და ჩვენს ხარჯზე იწყობენ ბედნიერ ცხოვრებას და სამოთხეს. სხვათა შორის პირველი არგუმენტი, რაც დღეს დაასახელა კომისიის თავმჯდომარემ, იყო ის, რომ მოთხოვნა გაიზარდა. მოთხოვნა გაიზარდა მაინინგებიდან ივანიშვილის და იმას ჰქონდა კიდე რაგვარია ის უკრაინელი ოლიგარქი გორში ჰქონდა კიდევ ბიტკოინები, მე რჩხუბი მოვიდა ივანიშვილთან რაღაცა მიყვეს. კალამოისკი, ხო, კალამოისკი. და ნუ მოკლედ ბანდების ხელშია საქართველოს და გარდა ამისა ენგუხესის გამომუშავებული ელექტროენერგია მიდის უფასოდ სეპარატისტებთან, მათ შორის მარაგდება რუსეთის სამხედრო ბაზები არ ვიცა, მართლაც საოცარ ქვეყანაში ცხოვრობთ. ასეთ რამეს ვერ გაიგებთ სხვაგან რომ ოკუპანტს ენერგიით ამარაგებდეს ოკუპირებული და მსხვერპლი ქვეყანა.
არა მარტო სამხედრო ბაზები, მთელი კრიმინალური ჯგუფები, მათ შორის ადგილობრივი და რუსეთიდან შემოსული, სხედან იქ მაინინგებზე და ჩვენს ელექტროენერგიას იყენებენ იმისათვის, რომ მილიონები იშოვონ აფხაზეთის ტერიტორიიდან, თან უკონტროლო სივრცეა იქ ახლა მოგეხსენებათ თვითონ რომ თავისთავი, ასე ვთქვათ, აღიარეს დამოუკიდებლად არავის არ უღიარებია ერთი-ორი ბანძი ქვეყნის გარდა, ამიტომ იქ ეს საერთაშორისო ნორმები არ ვრცელდება და არის სრული ოაზისი ამ კრიმინალური საქმიანობისათვის და ესაც ჩვენს ხარჯზე ხდება. ეს რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ სოლიდურია. გარდა ამისა, საქართველოში იმდენი ენერგო რესურსები 26,000 მდინარეა. კომუნისტების დროიდან ზაჰესი რო აშენდა პირველად 20-იან წლებში, იმის შემდეგ არ შეწყვეტილა ჰესების მშენებლობა, ხო? აგერ უნიკალური ჟინვალ-ჰესი, ენგურ-ჰესი, ხრამ-ჰესი, ის ხრამ-ჰესი უჟანგავი ფოლადით ყოფილა გაკეთებული, მთელი საბჭოთა კავშირის ბიუჯეტი რო დაჭირდა მის მოპირკეთებას. კიდევ სხვა უამრავი ჰესები, თბილისში ამდენი კასკადი, რიონ-ჰესი, იქით რა ქვია აჭარაში დამატეს კიდე კასკადები, რომლებიც ნახევრად ავარიულია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ცემენტი მოიპარეს, სახში წაიღეს და ცემენტის ფული მიიწვიეს უბრალოდ და ეხლა გაზდის წყალი იქით აქეთ. უზარმაზარი ელექტროენერგია ჩვენს მარაგში, რომელიც ეყოფოდა წარმოებასაც, რომელიც არ არსებობს, წარმოება არ განვითარებულა, გარდა ივანიშვილის კრიმინალური მაინინგების, სხვა რა წარმოება მუშაობს, რომ ამას დენი სჭირდებოდეს მითხარით. თუ არ ჩავთვლით არაბულ დასახლებებს, რომლებსაც ალბათ სჭირდება ენერგია, იმიტომ რომ ელექტროაპარატურაზე არიან ეგენი კონდიცირებიდან დაწყებული და მოიხმარენ. ეხლა როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა? პირველი. სხვა თემას მინდა რომ პირველი. თვითონ ფასს რაც შეეხება, ეს დათვლილია და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ელექტროენერგია კილოვატი არ შეიძლება ღირდეს 3 თეთრზე მეტი. აქ შედის გენერაცია, მიწოდება, განაწილება და კაპიტალური რემონტის ხარჯები და მოსამსახურეთა მაღალი ხელფასები. ყოფნის ყველაფერს. 3 თეთრი ეს იმ დროს, როდესაც აი ზამთარია და წყალზე არის რესურსების ნაკლებობა. ხოლო როდესაც ადიდდება გაზაფხულიდან ეს მდინარეები, მაშინ საერთოდ იაფიხდება. მაგრამ ნუ 3 თეთრია მაქსიმუმი განსაზღვრული და დღევანდელი გადაწყვეტილებით დაემატა 33 და 16 და გახდა 35 და თან განსაკუთრებით იმაზე, ვინც ცოტას მოიხმარს და არტყეს ყველაზე უკონველ ფენას. გამოსავალი რა არის? გამოსავალი გახლავთ ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო მონოპოლიად გამოცხადება. ეს გააკეთა რამდენიმე წლის უკან არგენტინამ, ესპანელი ინვესტორები ყავდა და გამოაძევეს იქიდან, სახელმწიფომ აიღო თავის მართვაში ეს სფერო და დარეგულირდა ვითარება და აღარ გაგრძელდა ხალხის ძარცვა, იქაც შეეცადნენ ტარიფების ზრდით ეს გაეკეთებინა და მეორე, მზის ენერგია 21 საუკუნეა. კაცობრიობა შევიდა უკვე კოსმოსის ენერგეტიკული ათვისების სტადიაში. მოგეხსენებათ ცივილიზაციურობის ხარისხი, აი დეისონის რკალი ცნობილი ნიშნავს რას? აი ამის მიხედვით ეძებენ ცივილიზაციებს განვითარებულს, რომ თუ მზე, ანუ ვარსკვლავი არის დაფარული რაღაცა რგოლებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ცივილიზაციამ მზის ენერგია გამოიყენა მაქსიმალურად და ეს არის ნიშანი ასტრონომიული და ჩვენ უკვე შევდივართ ამ სტადიაში მიწიდან ჯერჯერობით და მთელი მსოფლიო სავსეა აი ამ ელექტრომზის გამომუშავებელი დანადგარებით. აი ახლა ბაქოში ალიევმა ჩამოიყვანა არაბული ინვესტიცია, ესეთი ინვესტორები კი ბატონო შემოვიდნენ და ქალაქები არ ამიშენონ არაბული და თურქული ახლა შემოიყვანა 9 მილიარდი დოლარი ჯდება და მთელი ბაქოს და ახლომდებარე რეგიონის მომარაგება გარანტირებულია ყოველგვარი ენერგორესურსების გარეშე. ახლა ამათ უნდათ რომ ჩვენი ხეობების დატბორვის, ფლორის და ფაუნის განადგურების მოსახლეობის არის გარანტირებული. გამოიმუშავებს განახლებადი რა თქმა უნდა. ბატონ შაბა. მოსახლეობის მოწამვლის და დაავადმყოფების ბაზაზე მოახდინო საკუთარი მაფიოზური ინტერესების დაკმაყოფილება. ეხლა ჟინვალ-ჰესი რო აშენეს, მე იქვე ვარ გაზრდილი, მოგეხსენება? საინტერესო რამის რო არ გაგვექცეს. მოყევით ეს ამბავი, თქვენი ისტორიები ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ბუნებრივი გარემოს ეს ჰესები და ეს არ არის სასარგებლო მოვლენა და მე ვიტყოდი ჟინვალში დაიმარხა ანტიკური კულტურა, საოცარი. იქ გამოდიოდა რო თხრიდნენ ტრაქტორები, მე სკოლაში ვსწავლობდი, რაღაცა უნიკალური არტეფაქტები, ზოგს ტრაქტორისტები ითვისებდნენ, არც აბარებდნენ. ოქრო და ეს იყო ჟინვანი, ანუ ანტიკური ქალაქი, თანაც ზემო ქალაქი, აი
ლაზურ მეგრულად ჟინ ზემო ვანი ქალაქია ხო უზარმაზარი ისტორია დაიმარხა და გარდა ამისა როცა დაგუბდა ეს წყალი იმ ხეობაში სხვა შორის ძალიან საინტერესოა ლაზურ ესე თქვა ლაზურ კოლხური ტოპონიმიკური ელემენტი რამდენად ღრმად არის შემოჭრილი აღმოსავლეთ საქართველოში როგორც ამბობენ წანარები იქ ვინ ცხოვრობდა მარაგვის ხეობაში კოლხური ტომი იყო ამის შესახებაც გამიგია და სხვა შორის დროებაში ერთი ძალიან საინტერესო რეპორტაჟი ქონდა ხო წელიწადში ერთხელ თქვენ კი იცით და უფროსთაობის ხალხს ახსოვს ალბათ ეს რეპორტაჟი როცა წყალნაკლებობა რო გაუშვებენ ხო და წყალნაკლებობა ეკლესია დაიფარა და ის გადავიღეთ და საოცარი სანახაობა ხო და აი იმის შემდეგ ეს რაც დაგუბდა გარდა ამ ხელა ისტორიული ნგრევის და არტეფაქტების წაშლისა მაბატე დილი ტანსაცმელს რო ვიცოდით უკვე იყო სველი ხო ნესტმა კლიმატი შეცვალა გარშემო რეალურად ეხლა რაც ივანიშვილს უნდა 800 ჰესის აშენება აქ ჩვენ ადგილი არ დარჩება აქ დარჩება ბაყაყების ადგილი და ივანიშვილის ბიზნესი იპარპაშებს ბატონშა თუმცა ჰესები თუ არ ავაშენეთ ესე იგი მოხმარებასაც ვერ გავსწრებით არა ჰესები საკმარისი გვაქვს ვიმეორებ და ამას რო დაემატოს ელექტრო კარგი გათვლით ზის ბატარეები და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდეს ელექტროენერგეტიკა რაც შეგვიძლია მარტო ჩვენ გავაკეთოთ მე მგონი გასაგებად ახსოვს არავინ არ გაიკეთებთ ამას. დანარჩენები არიან ოლიგარქებისგან დაქირავებული და შექმნილი პარტიები და ახლა რა გითხრათ? ძველი ისტორიის გახსენებისას საინტერესო ეპიზოდი ახსენეთ თქვენ ამერიკელების ჩართულობის ხარისხი საქართველოში ამ ხრივ მეორე უკიდურესობაში გადავარდით აი ამ მთელი ბოლო დეკადის განმავლობაში რომ საერთოდ ყველანაირი კავშირი გაწყდა ელჩი საერთოდ არ არის დანიშნული ჯერ განხილვების ეტაპზეც კი არ არის სტრატეგიული პარტნიორობა არის გაწყვეტილი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და მექანიზმი საქართველოსთვის არა მარტო თავის უსაფრთხოება უზრუნველეყო არამედ უფრო მომგებიან ეკონომიკურ ასე ვთქვათ ურთიერთობებში ყოფილიყო შეერთებულ შტატებთან და აი ამ ძალიან გრძელი პერიოდის შემდეგ პირველად ოფიციალურ დონეზე იმას არ ვთვლით ახლა ხელი რო ვიღაცამ სადღაც აუწია და იმან რო თავი შეყო რომ ფოტოში გამოჩენილიყო ამ არ სერიოზულობაზე არ მოგაცდეთ შერეკილები აი გასოს სხვანაირად რო შევხედეთ ერთმანეთს ხუთა უფროსი რომ მარგარიტას აი ეგრე მარტივად ამ გაჭირებულებს ვიღაცა რო გაუწია მაგრამ ეხლა რუბიომ დარეკა მის დარეკვას წინ უძღოდა ჩამოსვლა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რა შეგვიძლია წინ მსწრებად თქვათ იმიტომ რომ ბევრი არაფერი თქმულა ამ შეფასებაში ბევრი ანალიზი ვფიქრობ ამ მომენტს არ შირდება თუნდაც იმად რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ჯერ რომ დარეკა რუბიომ ესენის დუმდნენ შერცხვენილი ბავშვებივით ბავშვი რო ჩაიშარდა და შერცხვენილი დგას კუთხეში აი ესე იმიტომ არაფერი კარგი არ უთხრა მოგეხსენებათ ეს ციკლი დაიწყო ძალიან სამწუხაროდ ივანიშვილის რეჟიმისათვის პირველი მიადგა 4 ტრიბუნალი ერთდროულად ოფიციალურად ეს არ არის ლეიბორისტული პარტიის აზრი მარტო ამჯერად როგორც ეს ადრე ხდებოდა ჰააგის ტრიბუნალი რომის სტატუტი მოსკოვის დასკვნაში გაეროს განსაკუთრებული მართლმსაჯულების სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და უნივერსალური იურისდიქციის ამოქმედება რაც იმას ნიშნავს რომ აი ამ წუთში მე თქვენ რომ საუბრობთ შეიძლება რამდენიმე სახელმწიფოს უკვე გაცემული ქონდეს ივანიშვილის და მისი ხროვის დაპატიმრებაზე სანქციები ორდერები და აღარ საუბრობ იმაზე რომ დღეს ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის სახით და ხელი მოაწერა პრეზიდენტმა მათ შორის ივანიშვილისათვის სანქციების გაგრძელებას. ხოლო არგუმენტი აი მისი დაქირავებული ერთუჯრედიანების განუვითარებელი თან დაიმსგავსა განუვითარებლობაში ეს თავისი შერჩეული არსებები და გაამართლა კიდევ ერთხელ ლეგენდარული დეგოლის დასკვნა, რასაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში განუვითარებელი ადამიანების დაშვება, რადგან ისინი საზოგადოებას თავის დონეზე დაიყვანენ. ივანიშვილმა საზოგადოება თავის დონეზე ვერ დაიყვანა, მაგრამ თავის გარემოცვა თავიზე უარეს ვითარებაში ჩაღარა და აი მტკიცება იმისა, რომ თურმე ბაიდენი შეცდა და საქართველოს დაჩაგრა და არასწორად დაადო სანქცია ივანიშვილის და ამას გამოასწორებდა ტრამპი, აგერ შედეგი ტრამპმა დღეს ხელი მოაწერა მეორედ ივანიშვილის დასანქცირებაზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მეგობრებო და მინდა ეს საქართველოს მიულოცო ამერიკის შეერთებული შტატების სენატს მოსცილდა მეგობარ აქტზე ჰოლტის გამომყენებელი სენატორი მალინი ის მოაცილეს ფაქტურად სენატს რაღაცა ემიგრანტების სამსახურის უფროსად გადაიყვანეს ეს არ იყო შემთხვევითი ეს მოხდა მას შემდეგ რაც ჩვენ 23 თებერვალს
ამერიკის მთელს პოლიტიკურ ელიტას მივწერეთ წერილი, რა გამოიწვია ამ ჰოლდმა და როგორ გადაარჩინა რეჟიმი პასუხისგებლობას, როგორ გააქეზა რეჟიმი, რომ კიდევ დაიჭირა ახალი პოლიტპატიმრები, ტროტუარზე დგომაც აეგრძალა, არასამთავრობოებიც აეგრძალა, რეპრესიების ახალ ტალღაზე გადასულიყო, ეს ყველაფერი საბრალდებო დასკვნის სახით მალინის წინააღმდეგ დაუდეთ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას, ეს დოკუმენტი ოფიციალური. უღოთ ბატონ შალვა. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წაიყვანეს. არსებულ გარემოებას მაინც ცოტა წინააღმდეგობაში მოდის იმ შეფასება, რომ ეს მიზეზი შეიძლება მეგობარი აქტი დაიძრება უკვე. ჰოლდი დამთავრდა მეგობარ აქტს. ჩვენი მთელი წყალებს ჩავსვათ, მაგრამ პრეტენზიები მაინც ამ ადმინისტრაციასთან მიმართებაში მდგომარეობდა იმაში, რომ მართალია 100%-ით ამ შემთხვევაში ქართული მხარის და ივანიშვილის მთავრობის დამსახურებით, მაგრამ აი ინტერესი თვეების კი არა წლების განმავლობაში ძალიან მინიმალურ დონეზე იქნა დაყვანილი. მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ხელმოწერა გააქტიურება მოყვა, ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩამოსული ჩვენს მეზობელ დედაქალაქებში ამ გადაცემაში და გაგვიფრთხილები ამერიკული მხარე. მისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს უკვე რუბიოს კონტაქტი. თქვენი აზრით რა შეიძლებოდა წინაპირობები იქნა დაყენებული სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ხშირად გვიგზავნის ხოლმე უკვე ჩამოყალიბებული ტექსტის სახით. იცისო საქართველოს ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ დაგვანახოს სერიოზულობა მათი განზრახვის აღდგეს ურთიერთობებიო. აი შეგვიძლია ვთქვათ რა შეიძლება ყოფილიყო დამატებით შინაარსი ამ საუბრის. არავითარი დამატებით შინაარსი ამ საუბარში არ იქნებოდა. რუბიო არ გახლავთ ახლა დამოუკიდებელი ფიგურო რომ თავისი ნებით გადაწყვიტოს თქვა საგარეოპოლიტიკური საკითხები. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პირი ზარმაზარი ამერიკული პოლიტიკური მანქანის პოზიცია და რა თქმა უნდა ის იღებს გადაწყვეტილებას. მაღალი ფიგურა მეორე ფიგურა პრაქტიკულად გავლენით სახელმწიფო მდივანი ეროვნული საფრთხეების რჩევლის ფუნქციასაც ისედაც რჩევლის ფუნქცია სხვათა შორის ეს მეორე შემთხვევა უშიშროების საკითხებში რჩევლის ფუნქცია სახელმწიფო მდივნობასთან ერთად კისინჯერს ქონდა 70-იან წლებში და მეორე პრეცედენტი გამეორდა რუბიოზე და გარდა ამისა რუბიოს გადაეცა USAID-ის უზარმაზარი იმპერია ეს ორგანიზაციაზე კონტროლი და ასევე მთავარი არქივარი უსიც რუბიო ან 4 თანამდებობა უკავია. ეს არის ძალიან გავლენიანი ფიგურა. მე არ დამოვიწყდება შეხვედრა იყო ჩვენი ჩანიშნული სენატორი ეს ტრადიციული სენატშია გაზრდილი პრაქტიკულად პოლიტიკის ვარსკვლავი მაკეინის მოწაფედ მიიჩნევდა თავს მე შეხვედრილი ვარ ამდენჯერმე და დიპლომატია არის მაგრამ საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში საკითხავია და მან ასე უნდა ისაუბროს რა თქმა უნდა ერთხელ ჩვენ შეხვედრა გქონდა დაგეგმილი და შემიძლია არ გავიხსენო ბოროტად სარგებლობ თქვენ დემოკრატიზმის და დროს რომ აძლევთ ამიტომ 10 წუთი გვაქვს დარჩენილი გავითვალისწინოთ კიდე გვაქვს ერთ მნიშვნელოვანი ნაცნობები დავამატოთ 1.4 წუთი და როდესაც მივედი სენატში იქ დაინიშნა რაღაცა უცბად მანდ უცბად ინიშნება სხდომები და შეხვედრებიც იცვლება მე მაგრამ გამომიგზავნა 12 თანაშემწე თავის შეხვედრაზე რუბიო ხო 12 სტაფერი მათ შორის სტაფერების უფროსიც ფლორიდელია ეს ბიჭი ეს ესპანური წარმოშობის კუბელი ემიგრანტების შთამომავალია რუბიოდან ეხლა პირად სტაფშიც ასევე ესპანელები ყავდა შერჩეული ძალიან სასიამოვნო საინტერესო ხალხი და ეხლა პატარა სუვენირებს ხო ვარიგებ შეხვედრებზე და მარტო ორი სუვენირი მქონდა რა მეტი არა ერთი რუბიოსთვის და ერთი კიდე თქვა ვინც იქნებოდა იქ მისგან წარმოდგენილი და დანარჩენი სხვა კონგრესმენებთან მქონდა შეხვედრა იმაზე გავთვალე რა 12 კაცი რო დავენახე რა უნდა გავაკეთო და ავიღე და 5 ქალბატონი იყო 7 კაცი და ამ 5 ქალბატონს დავრიგე და იმ სტაფების უფროსმა ჩაილაბარაგა რომ ეს სეგრეგაციას ქესობრივი ანუ კაცები გენდერული სეგრეგაცია გენდერული ის არის ხო ბალანსის დარღვა კაცები დავიჩაგერეთ და აუწყდნენ ყველა სიცილი და მეც გავიცინე რა თქმა უნდა ხო ანუ ეს არის ვარსკვლავი ამერიკის პოლიტიკის ეს პიროვნება ძალიან აქტიურად გვიჭერს ხარს საქმის კურსია თავიდან ბოლომდე რა ღვთისპირიდან გადავარდნილთან აქვს საქმე დღევანდელი ზარი პირდაპირ გეტყვით რას ეხებოდა პირდაპირ უთხრეს აი ამ ერთუჯრედიან თმა გაწეცილ შეშლილ არსებას რომ დაახვიეთ ახალი არჩევნები დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები გარეთ მიღებული რუსული და კრემლისტური კანონები გაუქმებული მეტი არაფერზე არ შეიძლება და ყოფილიყო დღესაც საუბარი და ამიტომ იყვნენ გაჩუმებული სანამ იქ ამერიკიდან არ თქოს რომ იყო საუბარი აი ესეთი ვითარება და გარდა ამისა
თუ ამ გეოპოლიტიკურ მოვლენებს შევაჯამებთ ამ საინტერესო საუბრიდან შეიძლება ითქვას რომ 12 აპრილს ელოდებათ ახალი სიურპრიზი ბრჭყალებში ძალიან ცუდი ორბანი ამათი მთავარი ლობისტი ევროპაში და იმედი პუტინის და ამ რეჟიმის დატოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და გარანტირებულად წააგებს უნგრეთში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს აგერ მე და აგერ თქვენ თუ ამაში შევცვლი და ამის ალბათობა დიდია ვარსკვლავის დასავლეთში ამათი იმედისა ჩაქრება მაგრამ ამასთანავე უნდა გავუსვათ ხაზზე ხან თქვენ შეეხეთ იმ ზანგეზურს და სამხრეთ კავკასიას ამერიკის ყურადღებას სრულად გამართლდა ჩვენი გაფრთხილებები მათ შორის ამ გადაცემიდან ვაშინგტონზე რომ დიდი იმედი გექნებათ იქ სომხეთ აზერბაიჯანთან დიდი გეოპოლიტიკური წიაღსვლების და ზანგეზურის კორიდორის ეს არის ფეთქებად საშიში რეგიონი იქ როდის აფეთქდება თავდაღირა დადგება აიათოლების ირანი იქით თურქეთში ქურთული დასახლებები სადაც ეს გზა გადის თვითონ აზერბაიჯან სომხეთის ურთიერთობა დახვეწა საჭიროებს ამიტომ საქართველოს ერთადერთი ალტერნატივა არა მარტო დასავლეთის და ამერიკისათვის არამედ მთელი მსოფლიოსათვის და მიმდინარე დიდმა გეოპოლიტიკურმა ძრებმა ჩვენს რეგიონში რუსეთში, სამხრეთში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს უკავია ოქროს გასაღები ევრაზიის კარიბჭეში, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური ბრილიანტია და ამ ბრილიანტის მოქალაქეებისა და ხალხისთვის განკუთვნილი სიმდიდრე ზეციდან, ზღვიდან, ხმელეთიდან მიედინება ერთი ნაძირალა აიათოლას ჯიბეში, რომლის გვარია ბიძინა ივანიშვილი და მისი ხროვის ანგარიშებზე ნაწილდება და ეს უნდა ჩვენ ერთად დავასრულოთ, ერთად დავამთავროთ და არ მივცეთ უფლება, რომ ჩვენი ისტორია მან აი ასე გაამრუდოს და შეცვალოს. ბატონ შალვა, საქართველოს ისტორიისთვისაც, აწყოსთვისაც და მომავლისთვისაც ყოველთვის ჰქონდა და იქნება მნიშვნელობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში, სხვა შორის ხვალ 31 მარტია რეფერენდუმის წლისთავი და ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფონი არის მთელს ქვეყანაში. რაც შეეხება უშუალოდ მისი უწმინდესობის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის როლს თქვენ გქონდათ მასთან შეხება თქვენი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობდა იმ დროს პარლამენტში ასე ვთქვათ როცა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაზე იწყებოდა მუშაობა მაგრამ ზოგადად მაინც მინდა რომ მოგცეთ შესაძლებლობა მისი როლის შეფასების და ამავე დროს გითხარით თქვენი მოლოდინების შესახებ ეს არ არის ჩარევის მცდელობა, არანაირი გავლენის მოხდენის მცდელობა, მაგრამ ყველა ჩვენს გვაქვს ჩვენი მოლოდინები და სურვილები სინოდის შემდგომ ფუნქციონირებასთან და ეკლესიის მომავალ როლთან დაკავშირებით. უპირველესად წუთიერი დუმილი და თავდახრით პატივს ვცემთ კვლავ და კვლავ უწმინდესის ხსოვნას. მე არ დამავიწყდება 5-6 წლის უკან უწმინდესთან შეხვედრა, ეს იყო უკანასკნელი შეხვედრა, ასე გამოვიდა. რომელიც იყო განსხვავებული წინა ეპიზოდებისაგან. დამრჩა შტაბეჭდილება, რომ პატრიარქი გახდათ ფაქტობრივ ტყვეობაში და იყო გადაყენებული რეალურად და მას აკრძალული ჰქონდა გარე სამყაროსთან კონტაქტი. ის უკვე მარტო ვეღარ შემხვდა, მინდა გითხრათ. და როდესაც ვუთხარი მე მას, რომ უწმინდესო, ის ყველაფერი რაც მოხდა საპატრიარქოს წინააღმდეგ ფაქტობრივად ის ციანიდის სკანდალი, ის კრეფსები ღვთისმსახურთა რაღაცა პირადი ცხოვრების მასალების გამოქვეყნება, იქ არეულობა ის მეუფე პეტრეს სკანდალი მტკვრის სანაპიროზე და იქ მთელი ამბავი ყველაფრის ორგანიზატორი, დამფინანსებელი და წარმმართველი არის მეთქი ბიძინა ივანიშვილი. ახლა პირველად ვამბობ ამას, შეხედა მეუფე შიოს, ხო გეუბნებოდი. ანუ რასაც ახლა მოგახსენებთ ეს 6 წლის წინ ათხოვება პატრიარქზე და რეალური ფაქტორებიც მიუთითებენ რომ ეს ადამიანი მოღვაწეობის ბოლო წლებში სამწუხაროდ მოექცა ოლიგარქის დევნაში პრაქტიკულად ის ვიმეორებ გადააყენეს იგივე მოსაღდრის დანიშნას თავდაცვის საშუალება იყო მაშინ როდესაც მივიდა ივანიშვილი მოსთხოვა გადადგომა მიუგზავნა ჩხარტიშვილი გახცნილი ოლიგარქი
რომელიც ჩვენი მანაბრების ფულით გამდიდრდა, საქართველოს გამოჭამა ბოლომდე გაბედნიერდა და ეხლა შეუქმნია ეკლესიაში მგალობელთა გუნდი და მათგან გაძარცული ხალხის შვილებს და შვილიშვილებს გალობას ასწავლის, რომ რა კარგია თურმე ჩხარტიშვილი, რომელიც გაიზარდა ტყემლი და ლობიოთი გურიაში და მერე გახდა უკვე ოქროს ზოდებში მობანავე. თურმე რა კარგია ასეთი ცხოვრება, მისივე დაზარალებული ხალხის შთამომავლები უგალობენ. და ისაც კი მივიდა და უთხრა პატრიარქს უნდა გადადგეო. აი ასეთ ვითარებაში იყო უწმინდესი და ამასთან დაკავშირებით სანამ ეს ბინძური ოლიგარქები არ მოცილდებიან პოლიტიკას, არ მოცილდებიან მართლმადიდებლობას, ტაძრებს, სანამ ამათი მოპარული ფული იქნება გათეთრებული და რაც მეც მოიპარავს, უფრო მეც სიმაღლეს მიაღწევს, გახდება დეპუტატი, გახდება მინისტრი, გახდება საპატიო ადგილზე მყოფი საპატრიარქოში. მანამდე ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება. აგერ ამ გახსენებაზე მოგიტანეთ ექსკლუზივის წესით. ეს მარტო ლონდონში რაც იყიდა ჩხარტიშვილმა ჩვენგან მოპარული ფულებით. აგერ შეხედეთ. ერთი სასახლე ჩხარტიშვილის, ეს არის ლონდონში, თუ მისმენენ ემიგრანტები ჩვენი იქ ჰაიდ პარკში ვათენებენ ღამეს, შეიკრიბე და მიადექი და მოსთხოვეთ დაუნინგ სტრიტზე ამ სასახლების ჩამორთმევა და საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნება. ჩვენი ფულით არის დაღედი. ფალას ქორტ აგერა სასამართლო სასახლე ქვია, აი ამ სასახლეს, სადაც ჩხარტიშვილია დაბალ. აგე მეორე ჩხარტიშვილის სასახლე, ამას ქვია ლანკასტერში, აგერ ტერასა ლონდონი 2, აგერ. აი შეხედეთ, ეს ბიჭის სახელზე აქვს გაფორმებული. ბიჭის სახელზე აქვს გაფორმებული. და აგერ მესამე სასახლე 4090 Kingston House. აგერ, მარტო ლონდონში. და ეხლა ციხეში რო არის ამათი სუსის უფროსი საპატრიარქოზე რო აწარმოებდა დაკვირვებებს და ჩაწერებს ბინძური კადრებისა 160 ბინა უყიდია გერმანიაში ჩვენგან მოპარული ფული ლილუაშვილს 160 ბინა მარტო გერმანიაში ხალხო 40-50 ბინები აქვს პარლამენტში წამოსკუპებულ ენუქიძეებს, ჯაფარიძეებს, წილოსნებს, აი ამ ობოლაშვილებს, ოდიშარიებს, წულაიებს, ძმებ გილაურებს, ძმებ ბეჟუაშვილებს, ძმებ პაპაშვილებს, ძმებ ფხაკაძეებს, თან როგორც მაფიოზებშია ძმური, ოჯახური, კრიმინალური სინდიკატები, ისე კეთდება ახაც როგორც ხედავთ. სანამ ეს ხალხი არ იქნება დასანქცირებული და ამაზე ახლა სერიოზულად მუშაობთ. სანამ ეგრეთ წოდებული ეს მსხვილი ოლიგარქი არ განიდევნება სახელმწიფო მმართველობიდან, რელიგიიდან, საპატრიარქოდან, არაფერი ქვეყანას არ ეშველება. მეგობრებო, ესენი შეჭამენ ამ ქვეყანას, მოაქცევენ თავიანთ ფაშში და დაამთავრებენ ჩვენ სულიერებას, ისტორიას და ყველაფერს. ხო, რაც შეეხება ამ საკითხს დავუბრუნდეთ ისე თვითონ დაკრძალვის ფაქტი მილიონობით ადამიანის მისვლა და ის რაც ვიხილეთ, ეს იყო ქართული ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის 1700 წლიანი ზეიმი. ხალხმა დაადასტურა, რომ ეს განვლილი გზა 1700 წელი სისხლით მოფენილი გზა არ იყო უქმად შავლილი და ეს ღირებულებები ჩვენში არის ღრმად განვითარებული და ამისათვის გამოიყენეს უწმინდესის და უნეტარესის პატრიარქის პანაშვიდები და გარდაცვალება. ესეთი ზეიმი ქრისტიანული შეიძლება ითქვას სოფლიო ქრისტიანული ისტორიას არ ახსოვს. და ეს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაანახა მთელ სოფლიოს, რომ არავისგან არაფერი გადმოსაღები და სასწაული არ გჭირს, რომ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ რწმენას, ჩვენ აუცილებლად მივხედავთ და ამ რეჟიმსაც დავამთავრებთ. ეს გაფრთხილება იყო რეჟიმისათვის, გაფრთხილება, რომ ამდენი ხალხი გამოვა თქვენ მოსაცილებლად. აი ამ რეჟიმისათვის, აი ჩვენი ქონება და ჩვენი მომავლის რესურსი საკუთარი ოჯახების ბედნიერებისათვის რომ გამოიყენეს და ამათი ბოგინი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. მერე დაისვენებს ქვეყანა, უნდა დამთავრდეს აიათოლას მმართველობა, მასთან შეზდილი კრიმინალ ოლიგარქ ბიზნესმენების მმართველობა, მათთან ასევე შეკედლებული კრიმინალი სქელკუნთა და ტვინთხელა სპორტსმენების ბატონობა და მათი საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობა და კრიმინალების, ოფიციალური კრიმინალების ბატონობა, რომლებიც ალიანსში არიან რეჟიმთან, აი ეს კანონიერი ქურდები საზოგადოებრივ ცხოვრობენ და აქ აქვთ უზარმაზარი ბიზნესი მოწყობილი, მათ შორის სამშენებლო სფეროში არაბებისათვის აშენებენ ბინას იმ პირობით, რომ არჩევნების დროს უბნის შპანას, უბნის ნარკომანებს და კრიმინალებს დაძრავენ ხალხის დასაშინებლად და რეჟიმზე ხმის მისაცემად. აი ეს კოლექტიური ჩაგვრელი ტირანია
კოლექტიური, რომელიც მარტო ივანიშვილი არ არის, აიათოლა. უნდა ერთიანად მოიცილო და გავანეიტრალოთ და როგორც ილია იტყოდა, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენი უნდა ვშალოთ მყოობადი. საქართველოს აუცილებლად შობს თავის მყოობადს. ის აუცილებლად გაიმარჯვებს, დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ ორბიტაზე. აი ახლა აპრილის თვეში დაგეგმილია ამერიკული ექსპედიცია მთვარეზე პირველად ნახევარი საუკუნის შემდეგ ცოცხალი ასტრონავტებით მთვარეზე მიემგზავრება ხომალდი, მთელი ელიტა მსოფლიო ამას ელოდება, იქ ახალ მიღწევებს მთვარის უხილო სფეროსად შემოუფრენენ და ჩვენ ერთი ჭორვილი პუტინიჩი კრიმინალი და მისი ბანდა ვერ მოგიცვლილებია ხალხო. და თქვენინები და ღმერთის დახმარებით ამას აუცილებლად ვიზავთ. წარმატებული მინდა გისურვოთ. კარგი რომ ხასიათზე მაინც არ გაღენებთ. რეკლამაზე გავიდეთ და დაუბრუნდებით. დიდი მადლობა წარმატებული.